მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. 26 მაისი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, დამოუკიდებლობის გამოცხადება, მერაბ კოსტავას დაბადების დღე, ბევრი რაღაც სიმბოლოებით არის დახუნჯლული ეს დღე. რაც შეეხება კონკრეტულად 2026 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობის დღის მიღმა, სამწუხაროდ ოპოზიციურმა აქტორებმა აქციეს კონკრეტული პარტიის აქტივობად. არ არის კონკრეტული პარტია, რამდენიმე პარტია, პარტიის ერთობა. ალიანსის, ოპოზიციური ალიანსის აქტივობად, ღონისძიებად მე ვუსმენ, რა თქმა უნდა, კოლეგა ოპოზიციონერებს და ღიად ამბობენ, რომ ეს არის პარტიული ღონისძიება, იქნება კონკრეტული გეგმა, იქნება პოლიტიკური მიმართვები. დიახ, კონკრეტული გეგმა ექნებათ, რაღაც რომელიც შესახებაც არაფერი არ ვიცი, არანაირ გეგმა არ გამიგია, არც ფარდის მიღმა, არც საჯაროდ, არც ტელევიზიით და ასე შემდეგ. დიდი ინტერესიც არ გამოგიჩენიათ. არა, დავასრულებ და გეტყვით ახლა. კონკრეტული გეგმა, კონკრეტული პოლიტიკური აქტორების დაანონსებული ღონისძიება და ამბობენ, რომ კონკრეტული დასაწყისი ექნება და კონკრეტული დასასრული ექნება. რაღაცა ცუდი ასოციაციები მომდის და მე ჩემთვის გასაგებია, რომ მათ აქვთ პარტიული პოლიტიკური ღონისძიება, კონკრეტული გეგმის ინიციატივის წარდგენა, ჩვენ აქ როგორც პოლიტიკური პარტია საკუთარ თავს ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ არც ამ ალიანსის წევრი არ ვარ და არც იმ გეგმის შესახებ არ გაგვიგია არაფერი, რის პრეზენტირებას აპირებენ. განცდის დონეზე შეიძლება დაგვრჩეს განცდა, რომ და არა მხოლოდ განცდა, მათ კომენტარებში ჩანდა, რომ საუბარი იქნებოდა არჩევნებზე, სტრატეგიაზე, მათ შორის ბოიკოტზე და ასე შემდეგ. თუ მე არ ვიცი რა არის მათი მიზანი საარჩევნოდ რა პოზიცია აქვს რაღაც ამ ტიპის ინტერაქცია იქნება ამ ადამიანებთან. თავად უნდა გქონდეთ პოზიცია, პოლიტიკოსი არის იმის, რომ თავადვე გქონდეს პოზიცია, ჩვენ გვაქვს პოზიცია, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერ პირობებში ივანიშვილის წინააღმდეგ შევიდეთ ბრძოლაში. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ის მოთხოვნები, რომელიც დასახელდა, ცოტათი წარმოუდგენელია კოსმიური ჟანრის მოთხოვნებია. მარტო პირველი მოთხოვნა რო ავიღოთ პარიტეტულ საწყისებზე ცესკოს მოწყობა. ეს ნიშნავს იმას, რომ 7 ოპოზიციონერი უნდა იყოს ცესკოში და 1 ქართული ოცნების წარმომადგენელი. ვინმე ჯერა ამ ქვეყანაში რომ ბიძინა ივანიშვილი გაკეთილშობილდება? თქვენ გჯერათ ამით? მე არ ჯერა ამის. პრეტექსტია ეს. ეს ღიად ითქვა, თქვენს ეთერში ითქვა, მე უსმინე იმავე დღეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ინტერესი მქონდა. იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის ბედზე ახდენს ეს ყველაფერი გავლენას, უსმინე იმავე დღეს, ვინც გამოიტანა სპიკერი ანა კობახიძე იყო, ნამდვილად სწორად ვამბობ სახელს და გვარს. ანა კობახიძე შემდეგ თქვენს ეთერში ცესკოს წევრი იყო, თქვენს ეთერში იჯდა და თქვა, რომ თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ ჩვენ მივდივართ ბოიკოტში. ეს არის საკუთარი ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არჩევნების წინ გეტყვით მაინც დაზუსტებით, იმიტომ რომ ყველაფერს კონტექსტი განაპირობებს. ხო და აი მე როგორ შეიძლება რაღაცის მონაწილე ვიყო, როცა მათი მთავარი სპიკერი ამბობს ერთს, მეორე მთავარი სპიკერი, რომელიც ამ ბრიფინგის ავტორი იყო, სპიკერი იყო, შემდეგ ეთერში გამოუშვეს პირველ გამომსვლელად სხვა რამ თქვა. ამიტომაც ჩვენთვის გასაგებია, წარმატებას უსურვებთ არანაირი ნეგატიური კონტექსტი, მაგრამ ირაკლი მაინც ვაზუსტებ. კი ბატონო, დავაზუსტოთ ყველაფერი. განცდა, რომ ეს მოთხოვნები არის ახალი ბოიკოტის წინასიტყვაობა მათი მხრიდან. არა მხოლოდ განცდა, ღიად იყო ეს ნათქვამი, ღიად იყო ნათქვამი და მე მიმაჩნია, კარგია თუ რეფორმირებას და რაღაცა შინაარსის გადაკვალიფიცირებას გააკეთებენ, იმიტომ რომ შეცდომა, ბოიკოტი არის შეცდომა. რამდენიც არ უნდა უტრიალონ ბოიკოტს და განიარაღებას, არის შეცდომა, იმიტომ რომ თუ ვინმეს აწყობს თვითიზოლაციაში მყოფი ოპოზიცია, პროდასავლური ოპოზიცია, აწყობს ბიძინა ივანიშვილს. თუ ვინმეს აწყობს, მაგრამ დავაზუსტებ, პოსტსაარჩევნო ბოიკოტისეც ამბობთ, გულისხმობთ და მე გულისხმობ არჩევნებში არ შესვლას, არჩევნების ბრძოლაში არ შესვლას, იმიტომ რომ მე თხოვნა მაქვს, რომ ცოტა დრო დამითმოთ რეგიონებზე სასაუბროთ, იმიტომ რომ რეგიონალური ტური მქონდა, ვიყავი ბევრ დასავლეთ საქართველოში ძირითადად. ახლაც სვანეთიდან ჩამოვედი თქვენთან და უნდა ითქვას ინტერაქცია გვექნებოდა ასეთი ტიპის რაღაც მინი ინტერაქციები გქონდათ და საინტერესოა რა ინსპირაცია მიიღეთ. კი ბატონო, ახლაც პირდაპირ გზიდან მოვედი, სვანეთიდან მოვდიოდი, პიჯაკში და არა ვარ პერანგში გამოწყობილი. და ყველგან არის ერთი და იგივე მდგომარეობა. ოპოზიციური აქტორები რეგიონებში ფიზიკურად არ ჩანან დიანა. არ ჩანან იმიტომ რომ მათ გამოეცალათ ყველანაირი საყრდენი საკრებულოებში მართლა კარგი გუნდები ყავდათ.
მათ ყავდათ კარგი გუნდები, გამოცდილები. მათ შორის ზოგი ხელისუფლებაში იყო, ზოგი ძალიან მებრძოლი აქტივისტი. დღეს გამქრალია ყველა და მარტო უნდა ითქვას ჩვენ და სამწუხაროდ რომ 1-2 ჩვენი საკრებულოს დეპუტატი ცდილობს რომ ტემპერატურა წამოწიოს. ცდილობს და გამოსდით კიდევაც როგორც კი მიკროფონს რთავენ ჩემი თანამებრძოლები მთელი საქართველოს მასშტაბით თუნდაც ერთი იყოს იმ საკრებულოში ვერ ცვლის ფორმალურად ვერაფერს, მაგრამ ყველას პანიკა ემართება, იმიტომ რომ გამოგვაქვს სააშკარაოზე, რომ მოგწონს მაგალითად ნოდარ მელაძეს, როცა გამოგვაქვს მხილება იმ დანაშაულებების, კორუფციის, ვერ შესრულებული ბიუჯეტის, ნეპოტიზმის, უბედურებების, რაც ხდება რეგიონებში, რა ხდება, ხო წარმოგიდგენიათ და ეს არის ხალხისთვის მნიშვნელოვანი. ირაკლი, კითხავ აუცილებლად, მაგრამ ეს თემა რომ გავიაროთ, ეს თქვათ თქვენ კიდევ ერთხელ ხვალინდელ აქციას არ შეუერთდებით, იქ ვერ ხედავთ თქვენ ადგილს. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. და ნებისმიერ არჩევნებზე ეცდებით რომ უკეთესი პირობებით იყოს, მაგრამ ყველა არჩევნებზე გახვალთ. ჩვენ გავალთ ყველა არჩევნებზე. ცოტა ხნის წინ ზურაბიშვილმა თქვა, რომ ყველა არჩევნებზე უნდა გავიდეთ, მოკლედ არჩევნებს აი რაღაც იმდაგვარად თქვა, როგორც თქვენ ამბობთ, რომ არ შეიძლება ბოიკოტი არჩევნებზე და რომ არჩევნებში უნდა გავიდეთ. დიახ. ხო, სალომე ზურაბიშვილმა თქვა. ჩემმა რამდენიმე სტუმარმა მერე გაახსენა 20-25-ის. მეც გავახსენებ, იმიტომ რომ ჩვენ გავუშვით შანსები მაშინ, როცა ოპოზიციამ დაუშვა მძიმე სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომები. ეს იყო ბოიკოტი და სამწუხაროდ საზოგადოება და მესმის იმედგაცრუებულია საზოგადოება, მესმის რომ გადაღლილია, მესმის რომ რთულია ავტორიტარიზმის პირობებში ბრძოლა, მაგრამ აბა იმ პოლიტიკოსებს კითხეთ, ნაწილი ციხეში როა, მეორე ნაწილი რო დასაჭერად არის გამზადებული, ქუჩაში რო ტიტუშკები დასდევენ, ყველგან რო სუსის მანქანა დაყვება, არაფერი რო არ გაგაჩნია, არც პირადი ცხოვრება, არაფერი რო არ გაგაჩნია, ხო? ამ ვითარებაში კი რთულია, მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ და უნგრეთის მაგალითი უნდა გადმოვიტანოთ ჩვენთან. უნგრეთის მაგალითი რა იყო? ძალიან მძიმე საარჩევნო სისტემა იყო. ოპოზიციური ტელევიზია, აქ ხო წნეხის ქვეშ ხართ. ძალიან მძიმე წნეხის, ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური წნეხის ქვეშ. ვერ გძნობს, ჩვენ გძნობთ თორემ. კი, მაგრამ ეთერია იყო 3 ტელევიზია არსებობს, დიანა. 24 წლის წინ 3 კავკასიაც 4 არხი არსებობს. ტელევიზია არსებობს საქართველოში და ეს არის ფაქტი. უნგრეთში ოპოზიციური ტელევიზია არ არსებობდა, დიანა. და როდის მივიდათ, იცით, ახლანდელი პრემიერ-მინისტრი პირველად სატელევიზიო ეთერში. როცა გაიმარჯვა. გამარჯვების მეორე დილით მივიდა პროსახელისუფლებო პროპაგანდისტულ პირველ არხზე, ანუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მათვე დაუანონსა, იქვე დაუანონსა ამ ტელევიზიის დახურვა. რაც თავისუფლად თუ ის სიკეთეს არ ემსახურება, რა საჭიროა ისეთი, აი ცნობილი გამოთქმის არ რა საჭიროა გზა თუ ტაძრამდე არ მიგიყვანს. რა საჭიროა რაიმე ტელევიზია იქნება, სამინისტრო იქნება თუ რამ, თუ სიკეთეს, საზოგადოებრივ სიკეთეს არ ემსახურება და ამიტომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის. საარჩევნო სისტემა ტოტალურად უსამართლოა ჩვენთან, მაგრამ ობიექტურად უნდა ითქვას, რომ უნგრეთშიც ძალიან მძიმე, ბევრად უფრო მძიმე ვითარება იყო. ბევრად მარტივი სისტემაა, ვიდრე უნგრეთთან მიმართებაში. რაც შეეხება 25-ის არჩევნებს, 25-ის არჩევნებზე ჩვენ გავწიეთ ყველა ტიპის კომპრომისი. ვამბობდით, რომ რეგიონალურ ბოიკოტზე მზად ვართ, თბილისი არ დავუთმოთ. სადაც მერე გამოვიდნენ პოლიტიკოსები და თქვენ რომ თურმე კალაძეს 19% ქონიაო. და აქ მინდა ყველა მიცოდეს, რომ არ იყო საუბარი არანაირად ჩემს კანდიდატურაზე, ოპოზიციის ველზე, თავის დროზე ჩვენ საუბრობდით სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობაზე. და თავად სალომე ზურაბიშვილი თანახმა იყო ამაზე მე ეთერებში მithქვამს. თანახმა იყო, სანამ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არ ააყირავეს მაგიდა. სანამ სხვებმა ზურაბიშვილი იყო თანახმა ყველაფერზე. იმიტომ ზურაბიშვილი ამბობდა სხვათა შორის, რომ ან ერთობის პირობებში იყო თანახმა. კი, ერთობის პირობებში იყო თანახმა. ამიტომაც ვამბობ, რომ სხვებმა ააყირავეს მაგიდა. კარგი გადავდოთ ეს გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი დარწმუნებული იყო 25-ში განიხილებოდა ვერსია, რომ ყველა პარტიას მიიღო მონაწილეობა და ზურაბიშვილი ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი. არა თუ განიხილებოდა, ეს იყო თავად მსჯელობის საგანი და ზურაბიშვილი იყო ამ ყველაფერზე თანახმა, მე არ მოვერიდები ამის თქმას. არ მოვერიდებით, იყო თანახმა და შემდეგ შეიცვალა პოზიცია, როცა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ააყირავეს მაგიდა. ააყირავეს, წავიდნენ ბოიკოტში. შემდეგ რამდენიმე კვირაში გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი
ივანიშვილი და მიუხედავად იმისა, რომ ეთანხმებოდა არჩევნებში მონაწილეობას, თქვა რომ ბოიკოტი სწორიაო და ბოიკოტში უნდა არჩევნებზე არ უნდა წახვიდეთო. არჩევნებზე არ წახვიდეთ. აბა რას ნიშნავს ეგ? აბა რას ნიშნავს ეგ? ვის ვატყუებთ ახლა? ხო არ ვთამაშობთ? სახელმწიფოზე და სამშობლოზეა ლაპარაკი. ხო არ ვთამაშობთ? ვისვე თამაშებით არ მესმის. ამიტომაც მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია შეიცვალა, ბოლო მისი განცხადება იყო, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავალი, არჩევნები არის უალტერნატივო. ციტირებ თითქმის სავარაუდოდ. ეს კარგია, მაგრამ ყველა არჩევნებზე გახვალთ. გავიარეთ ეს თემა, გადავიდეთ. ახსოვდეს, რომ იმავე შეცდომის დაშვება არ შეიძლება და ეხლა ის რიტორიკა აქცია იქნება 26 მაისი თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღი, თუ ამას იმ соуსში მოხარშავენ და მოთუშავენ, რომ ეს გზა ბოიკოტამდე მიგიყვანს, ბოიკოტი არ არის ის გზა, რომელიც ტაძრამდე მიდის. ბოიკოტი არ არის ის გზა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებამდე მიდის. ხელისუფლების ცვლილებამდე მიდის უნგრეთის მაგალითი. ხელისუფლების ცვლილებამდე მიდის კი ურთიერთთანამშრომლობა ერთმანეთის არლანდზღვა. მაგალითი რომ ვერ მოახერხეთ თქვათ 25-ში ან 24-ში ნიშნავს რომ რაღაც დააკელით. ჩვენ დავუშვით შეცდომები. ლელომ დავუშვით შეცდომები. ლელომ დავუშვით ის შეცდომები, როცა დავაგვიანეთ გადაწყვეტილების ღიად თქმა პირდაპირ, იმიტომ რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში აი რაღაც ფარდის მიღმა ვლაპარაკობდით, ვიხვეწებოდით 25-ზე ვიხვეწებოდით, რომ აბა იქნებ, აბა ამ დათმობაზე წამოვალთ, აბა თქვენი ნომრით, აბა სალომე ზურაბიშვილი კანდიდატი, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მაინც სად მივიდა საქმე, ვხედავთ. დღეს გატენილია ქართული ოცნებით მთელი რეგიონალური წარმომადგენლობები. ქართულ ოცნებას უჭირავს ძალაუფლება რეგიონებში. მაშინ როცა შეიძლებოდა რომ ნახევარზე მეტი საქართველო ფიზიკურად დაეკარგა ძალაუფლების სახით ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეს ვერ მოხდა. მე ხო წალენჯიხაშიც ვიყავი ამ კვირაში დავასრულე ბოდიში რა, უკაცრავად წალენჯიხაშიც ვიყავი. მოვინახულე მწონებული გია ხარჩილავას დედაც და მათ შორის გული მწყდება იმაზე, რომ წალენჯიხა როგორც გამარჯვებული მუნიციპალიტეტი, ისიც კი დათმო ოპოზიციამ. ისიც კი დათმო და უმძიმესი მდგომარეობაა ხა წალენჯიხაში. სკოლა დაანგრიეს, პირველი საჯარო სკოლა დაანგრიეს დიანა წალენჯიხაში 4 წლის წინ. დღემდე არ აუშენებიათ. ანუ დაანგრიეს წინასაარჩევნოდ 2024 წლამდე და დღემდე არ არის აშენებული. ხო წარმოგიდგენიათ, ხო? ანუ ამ ვითარებაშია არაფერ მეწყერი მოხდა, უბედურება გზა არ ვარგა, წყალი ბევრგან არ არის. ისეთი წარმოუდგენელი პრობლემებია და ერთადერთი რაც ვერ შეძლეს სხვათა შორის წალენჯიხაში, რის გაკეთებაც უნდათ, ბოროტების გაკეთება არის ის, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში, ოპოზიციური მთავრობის პირობებში წალენჯიხაში ჩვენ შევძელით და ბავშვთა უფასო კვება სკოლებში საპილოტედ შემოვიღეთ თავის დროზე მინიმალური ბიუჯეტის პირობებშიც კი და ამის შეცვლა ვერ იმდენად დიდი სიკეთეა უფასო კვება სკოლებში დატოვეს უნდათ გაუქმება და როგორც კი დატეს ჭორი გაუშვეს დატესტეს საზოგადოებაში წალენჯიხაში ისეთი უკმაყოფილება გამოდის ვერ შეძლეს ამის გაკეთება და ამ დროს წარმოიდგინეთ წალენჯიხაში შევძელით ჩვენ კოალიციურმა მთავრობამ ეს ქალაქის მთავრობა იმ პირობებში როცა ცენტრალური მთავრობა ბიუჯეტს არ აძლევდა მაგრამ შევძელით ირაკლი მოდი ვილაპარაკოთ ყველაფერს რეგიონებში პოლიტიკოსები დადიან წინასაარჩევნოდ როგორც წესი ეს რეალობა არის ახლა დედაქალაქში ალიანსის ლიდერები როცა დადიოდნენ მათ კონკრეტული ამოცანა ჰქონდათ ამ კონკრეტულ მომენტში შემდეგ გააგრძელებენ თუ არა რა თქმა უნდა მათი საქმეა ჩვენ გავაშუქებთ ამ პროცესს მაგრამ კონკრეტული ამოცანა ეს ხო 26 მაისისთვის თქვათ ხალხის მობილიზება მაგრამ თქვენ ეს დღეები გაატარეთ რეგიონებში რამ ერთხელ ჩაქრთეთ კიდეც ბაგრატის ტაძრის ფონზე გვერდმერთვებოდი თუ არ ვცდები ანუ ახლა თქვენ რატომ გადაწყვიტეთ რომ რაღაც მოიაროთ რამდენიმე დღით ვიყავიო ახლა თქვი სვანეთიდან მოვდივარ ანუ რისი ნახვა გინდათ რისი ანუ სადმე არჩევნები არის ჰორიზონტზე და ეს ამის ნიშანია თუ როგორ ჩავთვალოთ მოდი დავიწყოთ იმით რომ პოლიტიკოსები მარტო წინასაარჩევნოდ რომ დადიან ამას დავამატოთ წინ სიტყვა სამწუხაროდ სამწუხაროდ პოლიტიკოსები ტრადიციულად დადიან მხოლოდ საარჩევნოდ. მე მინდა რომ ცოტა სხვა სტანდარტი დავნერგოთ, ჩვენს პარტიას გვინდა რომ სხვა სტანდარტი დავნერგოთ, უკვე თვეების განმავლობაში დღე არ არსებობს, როცა ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი მაინც რეგიონში არ იმყოფება.
გაყოფილი გვაქვს მთელი საქართველოს რეგიონებად, საკურატორო სივრცეებად, ლევან სამუშია, ქეთი თურაზაშვილი, გრიგოლ გეგელია, გიორგი ფიქრია ჩიხრაძე, მამუკა კაციტაძე, ჩვენი თანამებრძოლები რეგიონებში იმყოფებიან. მე ახლა 9 დღიანი გასვლა გამომივიდა, სადაც შევძელი და მოვიარე თეთრი წყარო, გარდაბანი, რუსთავი, ხარაგაული, წყალტუბო, ქუთაისი, ქობულეთი, ლანჩხუთი, ხუახევი, ხულო, ბათუმი. თავარი სათქმელი რა არის? თავარი პირველ რიგში შიმშილია პოლიტიკოსებთან კომუნიკაციაზე. ისეთ სივრცეებში დავდივარ, მე მაგალითად ჩვენს ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პარტიულ წარმომადგენლებს არ ხვდები, იგულისხმება წევრები და ასე. მივდივარ ბრმად, ხშირად, სხვა სოფელში ავდივარ, სახლებში, ეზოებში, ბირჟებზე. ყველაზე დიდი და საინტერესო საქმეა. მაგალითისთვის გეტყვით, აი სვანეთში ერთ-ერთ ბიზნესმენს შევხვდი სრულიად შემთხვევით, მიმიპატიჟა თავისთან და მითხრა რომ აქ საქმის კეთება შეუძლებელია. შეუძლებელია ბიზნესი აკეთო და ყველაფერი ვიქტორ ჯაფარიძის ხელშია. შეუძლებელია რომ თავისუფალი იყო, იმიტომ რომ ყველაფერი არის ვიღაც კაპიტონ ჟორჟოლიანის მესტის მერის ხელში. 14 წელია. 14 წელია, კიდევ ერთი 14 წელი და ბრეჟნევია ჩვეულებრივად. ანუ ნული ინტელექტი, ძალადობა, შეურაცხყოფა რიგითი მოსახლეების, თუმცა აი სვანეთის მოსახლეობა მე გამაოგნა ისე მაგრად დგანან, სოფელი დგას, არაძლევენ დარღვევების უფლებას, არაძლევენ რაღაცა ტყის ჭრის უფლებას, ბალასტის გატანის უფლებას. ანუ თავისთვის დგანან ძალიან მყარად, თუმცა ესეთი რამ მითხრა რომ 40 წელია ბიზნესს ვაკეთებოდ, არ გამიგე ბიზნესს აწარმოებს 40 წელი ადამიანი. არ გამიგიაო, ეხლა ბოლო პერიოდში ესეთი ფრაზა გაჯდაო მესტიაშიო. ტენდერი მომცა. ტენდერში გაიმარჯვა კი არა. ტენდერი მოიგო კი არა. ასე შემ ტენდერი მომცა. ანუ თქვენ რომ მიხვიდეთ ეხლა კაპიტონ ჟორჟოლიანთან, მესტიის მერთან და უცებ რომ მოგცეთ ხელში ტენდერი. ოღონდ გაჩუქოთ რა. ოღონდ ამის სანაცვლოდ მე 10 კატი უნდა მიიტანოთ, იქა ეს ხდება. ლანჩხუთის მაგალითს გეტყვით. მე დავარქვი ეხლა ის რაც ნახე ამ 9 დღის განმავლობაში რეგიონებში, არის გენოციდი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და რატო? ლანჩხუთის მაგალითზე გეტყვით. მხოლოდ ერთ თემში, აი ჯურუყვეთის თემი. ლანჩხუთის რაიონის ჯურუყვეთის თემში ორი ბაღი, ორი საბავშვო ბაღი და ერთი სკოლა, ორი საბავშვო ბაღი და ერთი სკოლა დაანგრიეს 2022 და 23 წლებში დიანა. და რა მოხდა შემდეგ? არც ერთი არ ააშენეს. და ოღონდ რატო დაანგრიეს? ის აშენების დაპირებით. ერთ დასახლებაში ორი ბაღი, ერთი სკოლა დაანგრიეს. თელ ლანჩხუთის რაიონში დიანა 2016 წლის შემდეგ აშენდა 8 საბავშვო ბაღი. რა მაგრად ჟღერს არა? აშენებულა ლანჩხუთში სოციალურ ქსელში ვნახე. გეტყვით ეხლა მაგრამ 8 საბავშვო ბაღი აშენდა ლანჩხუთში 2016 წლის შემდეგ. ხო კარგად ჟღერს. კარგად ჟღერს, ხო 8 საბავშვო ბაღი აშენდა. 8 საბავშვო ბაღიდან 7 არის დანგრეული. 7 არის დანგრეული დღეს. ახალ აშენებული და მერვეზე დევს სამხარაულის დასკვნა და სექტემბრიდან სწავლა არ გაგრძელდება. რატომ იცით? ანუ უსამართლოდ კორუფციულად ნეპოტიზმით აშენებულია და ჩამოინგრა ვაკეა. მაგალითად გეტყვით აი მესტიის ბეჩოს თემი. ბეჩოს თემი ორი სოფლის ამბავს. მულახი, სოფელი მულახი და სოფელი მაზერი. ორი საბავშვო ბაღი ააშენეს 2023 და 24 წელს. პირველივე თოვლის დროს ჩამოინგრა. ამას რასაც ყვები, ყველაფერზე ვიდეომა. ორი სოფელში იმავე წელს ჩამოინგრა. რამდენიმე რაიონებში საკრებულოებში თქვენი წევრები, ანუ იმათი აქტიურობა ადგილზე არ არის საკმარისი თქვენი დამატებითი კომენტარი. იმათი აქტიურობა არ არის საკმარისი ჩვენ საკრებულოს დეპუტატებს, რომლებიც არიან ძალიან დიდ უმცირესობაში. ისინი წერენ გმირობას 45 კაციან საკრებულოზე. აი ხეცებივით და მგლებივით რო არიან, წარმოიდგინეთ იქეთა მხარე. ერთი ადამიანი როა. 32 კაცში ერთი ადამიანი მყავს მალხაზ გოშუანი მესტიაში. საოცარი კაცი, აი სვანური ქართული ღირსების სიმბოლოა ჩემთვის ეს ადამიანი. 32-ში ერთი. წარმოიდგინეთ რამხელა წნეხს გადის, მაგრამ მაინც მე როგორ მივედი ამ სკოლამდე? ირაკლი, ამ ადამიანებს, ვისაც თქვენ შეხვდით, ელაპარაკეთ, აწუხებთ
ადგილზე არსებული პრობლემები. აწუხებთ ყველაფერი. აწუხებთ ადგილზე არსებული პრობლემები და აღგულებთ ცენტრალიზებული. ურთიერთობების შიმშილი აქვს თუ ანუ რაღაც უფრო მეტზეც ილაპარაკეთ, მაგალითად პოლიტიკურ მთავარ პროცესზეც ლაპარაკობთ. თან ლაპარაკობთ როგორ რა იქნება მომავალში, რას ფიქრობენ ჩვენი საგარეო პარტნიორები, აი როგორ ჩაიარა დილის შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, რა თქვა ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა, რას გვირჩევენ, რას გვეუბნებიან, რაზეც ტკივად გული, რაზეც წუხან და ყველაფერი აინტერესებთ, ყველაფერი აინტერესებთ, რომ შიმში ეთერში რა ესმით, ეთერში ერთმანეთს კინკლაობა. პოლიტიკოსები ვიტყვი ჩემდა თავადაც ამ ნაწილში, ანუ მოვდივარ და ერთმანეთს ვეკინკლავებთ. ვის რაში აინტერესებს სიტყვაზე კუპრაძის და გვარამიას ერთმანეთში კინკლაობა? არავის არ აინტერესებს. მას უნდა გაიგონოს ერთი გამოსავალი, მეორე დაინახოს ძალა და რწმენა შეინგა რომ ეს არის სწორი გამოსავალი, მესამე დაინახოს კომპეტენტურობა რომ შენ კომპეტენტური ხარ, დაინახოს ის რომ შენ იცი მისი პრობლემები, არა მხოლოდ ის რომ აი ყველა არის ავტომატურად ნაპოლეონი პოლიტიკაში და ყველას გონია რომ აი ახლა დიდ პოლიტიკას მართავს, მაგრამ სინამდვილეში მას გააგრძელებთ ასე როგორც მივხვდი. რა თქმა უნდა გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა გავაგრძელებთ. თუ არა თქო, კითხეთ, იმიტომ რომ მაინც რაღაცნაირად თითქოს ჩანს ეს არჩევნები ჰორიზონტზე თუ არ ჩანს, ახლა 2028-მდე თქვენთვის ახლა მთავარი ფოკუსი წინ არის 2028-ზე? ჩვენთვის მთავარი ფოკუსი არის ის, რომ არჩევნები არის მოსაპოვებელი. ან პირველ რიგში არჩევნები უნდა მოვიპოვოთ. სამართლიანი არჩევნები უნდა მოვიპოვოთ. კონსტიტუციით გერგება თუ? არა, გვერგება 2028 წელს, თუმცა რა თქმა უნდა ამ ქვეყანას ეჩქარება. ქვეყანას ეჩქარება. ჩვენ არსად არ გვეჩქარება, რა ვიცი. მე 14 წელია უფრო კარგ ფორმაშია ვიდრე 2024-ში და მაშინ ვერ მოახერხა დამარცხება. მე ვიცი, რომ ქართული საზოგადოება არის უკეთეს ფორმაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ახლა ბუნებრივი მდგომარეობით, ანუ ბუნებრივი მხარდაჭერით თუ ნეგატივით არის წაგებული და დამარცხებული. ეს ვიცი. მაგრამ იმისთვის რომ ეს დაისახოს საარჩევნო უბნებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შემაჯამებელ დოქმში და დოკუმენტში, ამისთვის საჭიროა ერთი, არ წავიდნენ სულელურ ბოიკოტში, მეორეს მხრივ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, ერთმანეთი არ ვლანძღოთ და საქმეზე და პრობლემაზე ვიყოთ კონცენტრირებული. ივანიშვილია ჩვენი სამიზნე. ჩვენი სამიზნე, ლელო სამიზნე არის მარტო ივანიშვილი. ამდე ერთი წელია ვდგავართ და ვიძახით გიჟებივით ესე რომ აი ოპოზიცია არ გავხდებით და ამ დროს ყველამ შეგვახოცა ფეხი. ანუ რაღაცა გათავხედდნენ პარალელურად და ყველამ ეს იკადრა რაღაცა და ჩვენ ვიძახით რომ არ შევდივართ ამ კონფლიქტში, არ გვინდა, იმიტომ რომ მე მირჩევნია რომ ის ეთერი და ის სივრცე რაც მაქვს ან თქვენთან ან სხვაგან გამოვიყენო ქართულ ოცნების ბოროტებაზე სასაუბროდ რომ მოქალაქეებს ეს დავარწმუნო ამაში და მეორე იმედიც გავაჩინოთ, რომ ცვლილებების შანსი არსებობს, ყველა გაბრაზებულია. მე ქართული ოცნების მხარდამჭერი არ შემხვედრია, თუ მხვდებოდა ვიღაცა, აი ეს მანიშნებდნენ, რომ აი ეს არის ქართული ოცნების მხარდამჭერი და თან მიხსნიდნენ, რატოა მხარდამჭერი. იმიტომ რომ იმას სასტუმრო აქვს, იმას ტენდერი აქვს მოგებული, აი ამას რაღაცა უანგარო მხარდამჭერი არ ყავს თქვენი აზრით. არა, არ ყავთ უანგარო მხარდამჭერი, იმიტომ რომ ყველა მათ გარშემო მე მგონია რომ კარგად არიცნობთ. მე მგონია რომ კარგად არიცნობთ, შეუძლებელია გონიერი ადამიანი უანგაროდ მხარს უჭერდეს, შეუძლებელია უბრალოდ რა ადამიანს დასაქმებულები არ არიან, მაგრამ ვიცი რომ ოცნების არ ქართულ ოცნებას როცა მხარს უჭერ, რა არგუმენტი შეიძლება ქონდეს? გააღარიბა, გაუბედურა დღეს ირაკლი კობახიძე გამოდა 30000 კაციო. იმ ხალხსაც 30000 კაცი თუკად ყავდა დასაქმებულიო. დიანა 30000 კაცზე გვითხრეს. 30000 კაცზე გვითხრეს დღეს ირაკლი კობახიძემ, რომ ყავდა ფიქტიურად დასაქმებულიო, ფუკად. აი ეს ბავშვობაში ესევე ძახდი. მატყუა, ანუ რამდენი მილიონი, ათეულობით და ასეულობით მილიონი აქვს გადაყრილი. ის საბავშვო ბაღები რო ჩამოვთვალე, ლანჩხუთში, მესტიაში, ხარაგაუში თუ სხვაგან, შვახევში თუ ასე შემდეგ. რა ვისი ფულით აშენდა? გამოვიდა თავხედი ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ ჩვენო ვერ გამკარგავთო საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტს უყაირათოდ ბავშვებს წამალს ვერ უყიდითო. ვინ მისცა ამის უფლება რომ გადაწყვიტოს ბავშვისთვის წამლის ყიდვა ყაირათიანი საქმეა თუ უყაირათო? ვინ მისცა? აგერ ადგა ადამიანების ახალგაზრდები და 2 მილიონი ლარი შეაგროვეს თითქმის. თუმცა ალბათ მეორე მხარეს ფაქტი რა არის? ხალხმა მომცა. არა, ფაქტი არის ის, რომ ისინი ფლანგავენ მილიონებს, აშენებენ სკოლებს, ინგრევა და რაც აშენებულია, იმას ანგრევენ.
იღებენ. ეს არის გენოციდი გამოცხადებული ქართველი ხალხის, რომ საქართველოს მოქალაქე აიყაროს საკუთარი ფუძიდან და წავიდეს სხვაგან საცხოვრებლად. სხვა ახსნა მე არ მაქვს. ახსენეთ შეხვედრა, თქვენ არ იყავით ამ შეხვედრაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარტიაში გაზიარდა ინფორმაცია, გრიგოლ გეგელია ესწრებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო. რა იყო მთავარი თემა, შეგიძლიათ თუ არა, ცოტა დასასრულისკენ რომ წავიყვანოთ ჩვენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან მთავარი სასაუბრო თემა იყო რა ხდება ქვეყანაში კიდევ ერთხელ და მეორე მხრივ მათგანაც იყო გაზიარებული პოზიციები. მე არ შემიძლია ციტატები მოვიყვანო, მაგრამ მინდა გითხრათ სულისკვეთება. მათი სულისკვეთება არის ის, რომ ისინი აპირებენ და არ მოხსნიან საქართველოს საკითხს როგორც მათთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულს. ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოს ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობებით და პოტენციალით და ამაში ხედავენ თანამშრომლობას. ეს პირდაპირ გადის ხაზით ანაკლიის პორტის მშენებლობაზე და მესამე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა, იმიტომ რომ მომავალს უკავშირდება, ჩვენი სამშობლოს ბედს უკავშირდება. ისინი თვლიან, რომ ბოიკოტი იყო სისულელე. იყო ამაზე ლაპარაკი. იყო ამაზე ლაპარაკი და ისინი ამას თვლიან. ეს არის მათი სულისკვეთება. ბოიკოტი თუ პარლამენტში რომ არ შეხვედით, არჩევნების ბოიკოტი. არჩევნების ბოიკოტი მიაჩნიათ, რომ არის სისულელე. და ეს სულად ობიექტურია, იმიტომ რომ არ შეიძლება გქონდეს სურვილი ცვლილებების, ავტორიტარს ებრძოდე და გქონდეს მის გაკეთილშობილების იმედი, რომ ცესკო სულს ყველაფერს გადმოგაბარა. ორბანმა გადააბარა უნგრელ ხალხს რაიმე? არა, გადააბარა კი არა. უმძიმესი ის ჰქონდა მდგომარეობა, თავისუფალი მედია არ არსებობდა, მილიარდები ჰქონდა მოპარული ორბანს, უზარმაზარი ფინანსური რესურსი ჰქონდა და უნგრელმა ხალხმა ორბანი დაამარცხა. ამიტომაც ჩვენ ესეთი მაგალითები უნდა გადმოვიტანოთ ჩვენთან და წარუმატებელი მაგალითები, რაც მე თავად ხედან და წუხარო თურმე 19%-იან კალაძეს გაატანეს და ქართულ ოცნებას დედაქალაქი. ამ დროს ხო შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი. იმ ბოიკოტზე არ გიყვართ ხოლმე უკან მოხედვა, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად გახარიას გუნდმა აღიარა, რომ თქვა შეცდომა იყო და შემდეგ წამწა დაეწია. თქვენ არასდროს ასე არ ამბობთ. ამბობთ, რომ სწორად მოიქეცით, რომ პარლამენტში არ შეხვედით. გეტყვით რატომაც. იმიტომ რომ მაშინ პარლამენტში არ შესვლა თუ ბოიკოტის კრიტიკაა და თუ რაღაც მომენტში თვითკრიტიკულიც ხართ, ყოველ შემთხვევაში რაღაც ახსენეთ, რომ აი იქ შეგვეშალა, იქ დავაკელით. ამას რატომ ვთქვათ ასე უვლით, რომ სწორად მოიქეცით, როცა ამდენი მანდატი გაატანეთ? ეს ხომ ნამდვილად მოცემული ხმა იყო. სადღაც შეიძლება მეტი ქონდა, მაგრამ ეს იყო მინიმალური, ხო? ნამდვილად ამ ხალხის ხმები იყო. ნამდვილად. კი პასუხობთ. დიახ. მარტივი მიზეზის გამო მაშინ 2024 წელს პარლამენტის ბოიკოტმა მოიტანა ქართული ოცნების მეტი დელეგიტიმაცია, მოიტანა მათ შორის პოლიტიკური კრიზისი. ამას სხვა ფორმა უნდა მიეღო ბრძოლის, საზოგადოების მობილიზების, არა ბოიკოტის, არამედ ბრძოლაში წასვლის. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი სულისკვეთება, რაც გქონდა. ეს კრიზისი. აი ჩვენ შევინარჩუნეთ, მე მაგას ვამბობ, სხვებმა არ შეინარჩუნეს და ამიტომაც ეს კრიზისი არაფერში არ გამოვლინდა, ხო? უნდა გამოვლენილიყო უფრო მეტ თვითორგანიზებაში საზოგადოების, უფრო მეტ ჩართულობა, უფრო მეტ სიახლოვეში პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის, მაგრამ სამწუხაროდ ფიქრობთ, რომ სწორად მოიქეცით. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მათ შორის მე როგორც პერსონალურად ვიტყვი, დარწმუნებით მაინც ნუ ამბობთ. დავობთ ამაზე ყოველთვის ყველა ეთერში, მაგრამ მე პერსონალური პასუხისმგებლობის ნაწილში ვიტყვი, რომ ხო, პოლიტიკურმა პარტიამ მათ შორის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს რაღაცებზე. იქ პარლამენტში, იმ ვითარებაში პარლამენტში შესვლა ნიშნავდა იმას, რომ შენ ერთი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებ. საზოგადოებაში ამ წლების განმავლობაში დიდი იმედგაცრუება დაგროვებული პოლიტიკურ პარტიებისადმი, პოლიტიკოსებისადმი. რა არის ეს იმედგაცრუება, რომ პოლიტიკოს აპრიორი უნდა სკამი. აპრიორი უნდა ხელფასი, აპრიორი უნდა რაღაცა იმუნიტეტი და ჩვენ ამ ნაბიჯით როცა ვთქვით, რომ არც მან განსაკუთრებულად იმუნიტეტი, იმიტომ რომ იმუნიტეტის არ არსებობამ ციხეში აღმოაჩინა პოლიტიკოსების დიდი ნაწილი. ეს დავთმეთ. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენებ და მე მგონია რომ ეს საზოგადოება ქართველი ხალხი ხედავს ამ ყველაფერს და მინიმუმ იმას შეიძლება ჩვენ შეცდომებს უშვებთ, ბევრს უშვებთ, ცოტას უშვებთ თუ ასე შემდეგ, ხედავს რომ კეთილსინდისიერები ვართ. ამ შეცდომებითაც კეთილსინდისიერები ვართ და ეს გასაკეთებელი იყო და ლელომ გააკეთა ძალიან ვაჟკაცურად, ძალიან გაბედულად, უკან დასახევი გზები ჩავხერგეთ, როგორც
ქართულ ისტორიულ ბრძოლებში ყოფილა და უკან არც დაგვიხევია. ამიტომ მე მგონია რომ ეს სწორი იყო. ახლანდელი განმოსახედიდანაც. ერთი კითხვა მაქვს ასეთი. თქვენი პარტიის, თქვენ ამბობთ, რომ ცალსახად ხართ არჩევნების მხარეს. თქვენი პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება რომ მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სხვა პარტიების მიმართაც იგივე დაკვეთა თუ განცდა გექნებათ, რომ ყველამ უნდა მიიღოს მაინც არჩევნებში მონაწილეობა. ახლავე და დარწმუნებით ვამბობ, რომ ხვალ რომ პოლიტიკური პარტია ძლიერი საქართველოს ლელო აიკრძალოს. არც მე, არც ჩემი მეგობრები, არსად წასვლას, სახლში წასვლას არ ვაპირებთ, არც ემიგრაციაში წასვლას არ ვაპირებთ. ვრჩებით ბრძოლაში, სხვას დავუდგებით გვერდით. ან ამე ფორმას მოვიფიქრებთ, ან სხვას დავუდგებით გვერდით, რომ მათ გავამარჯვებინოთ პროდასალურ, ადეკვატურ, კეთილსინდისიერ პატრიოტ ძალას. არსებობენ ადამიანები, ხო? ამიტომ არჩევნებში მონაწილეობა არის უკონკურენტოიდია ხელისუფლების ცვლილების პროცესში. და კი, არჩევნებში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. აი ის არის სამწუხარო რეალობა, როცა პოლიტიკოსები საკუთარი გადმოსახედა, აი ღობეს გადმოხედავენ ესე და ასე იღებენ გადაწყვეტილებებს. დღეს ფული არ მაქვს საარჩევნო კამპანიის წარმოების და მოდი ბოიკოტში გავალ. აი ხვალ ამკრძალავენ და მოდი ზეგ ბოიკოტის იდეოლოგად ვიქცევი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური სტრატეგიული ხედვა. იმისთვის რომ ქართველმა ხალხმა იპოვოს გამოსავალი იმ ჯოჯოხეთიდან რაც ბიძინა ივანიშვილმა მოგვიწყო. მადლობა.